აი რომელიც ჩვენ გქონდა გვაქვს და იმედია გვერდს. ასე კულტურა იქნება შექმნა, წარმოება, ინდუსტრია, კულტურა, ანუ მთელი სპექტრი. ბული უმაღლესი პირებით, რომ მოხდეს ყველა თქვენ თვითონ თქვენი შემოქმედებით და თქვენი საქმიანობით ყოველდღურად ცუდი სიტყვა რომ კარგად გაიყიდოს, მაგრამ რეალურად ცივილიზაციურ კონტაქტს სხვა ჩვენ წარმოვადგენთ პროექტს მრავალფეროვანი საქართველო, რომელიც მოიცავს იუნესკოს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ პარიზის 2005 წლის კონვენციის თემაზე დისკუსიას და მრგვალ მაგიდას. ჩვენი პროექტი არის დაფინანსებული იუნესკოს მონაწილეობის პროგრამის მიერ. პარტნიორი არის ევროპის სახლი და თვითონ ორგანიზაცია ჩვენი არის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი. ეს არის ფაქტობრივად ამ კონვენციის ასე ვთქვათ იმპლემენტაციის თაობაზე ექსპერტული რჩევების და რეკომენდაციების მიღება რეგიონებში არასამთავრობო, სამთავრობო სექტორის კულტურის სექტორის წარმომადგენლებისგან. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პროექტი არის პირველი ფაქტიურად, მას შემდეგ რაც კონვენციას შევერთა საქართველოს შევერთა 2008 წელს, მას შემდეგ სამწუხაროდ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ქვეყანას და საზოგადოებას ნაკლებად ჰქონდა შესაძლებლობა საფუძვლიანად ემუშავა კონვენციის იმპლემენტაციაზე და კონვენცია არის ფაქტობრივად ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ის კულტურის პოლიტიკის ყველა სფეროს ფარავს და იმ ხარულები ვართ, რომ დღეს მოგვეცა საშუალება, რომ თელავში გაგვემართა, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც გულისხმობს რეალურად შედეგად იუნესკოს კონვენციის ზოგადი პრინციპების გაცნობა სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ასევე ჩვენი რაღაცა კონტაქტის დამყარებას სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ NGO სექტორთან, არასამთავრობო სექტორთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც აღნიშნული პირები წამოწევენ წინაპლანზე, იმიტომ როგორც მოგეხსენებათ, კულტურის სფეროში საკმაოდ ბევრი პრობლემატიკაა. და დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის სწორედ ეს რეკომენდაციების რაღაც პაკეტი შემუშავდეს და შემდეგ აღნიშნული რეკომენდაციები წარადგინოს აღნიშნულ სფეროში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კულტურის სამინისტროს და შემდეგ ეს მოხდეს რაღაც სინთეზად და თან ახლდეს იმ კულტურის პოლიტიკის კონცეფციაზე მუშაობას, რომელსაც კულტურის სამინისტრო ამ ეტაპზე ახორციელებს. გეხსენებათ, რომ საერთოდ საქართველოში მთლიანად და მით უმეტეს თელავშიც არის პრობლემები ზოგადად ყველა სფეროში და მათ შორის კულტურაშიც. ძირითადი პრობლემები იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ წლებია, ათეულობით წლებია ვმუშაობთ ამ სფეროში, ძალიან მცირე ანაზღაურების ხარჯზე. ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი პროფესია, ამიტომ არ ვღალატობთ ჩვენს საქმიანობას და ბოლომდე რაც შეგვიძლია მაქსიმალურად ვცდილობთ დავიხარჯოთ. დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რადგან აქ კიდევ უკეთესად აგვიხსნეს თუ როგორ უნდა წარმართოთ ჩვენი მუშაობა მომავალში. როგორ უნდა შეიქმნას ახალი პროექტები იმისათვის, რომ მცირედი თუნდაც მოვიძიოთ დაფინანსება, რითაც უფრო გავაუმჯობესებთ ჩვენს მუშაობას და ჩვენს მიღწევებს.